საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარება არის ერთ-ერთი ცენტრალური უმთავრესი საკითხია, მაგრამ მისი განვითარება როგორ მოხდება, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ იქნება შესრულება. საშუალოდ 0.8 ჰექტარი მეურნეობა, რომელიც 2.15 მიასად ნაკვეთად არის ფრაგმენტირებული, საშუალოდ, ხო? აი აქ რაიმე ინვესტირების გაკეთება შეუძლებელია. მაგრამ მიწის ყიდვა თავისუფალი ყიდვა გაყიდვით თუ დაიწყებ აი ამ მიწათმფლობელობის გამსხვილებას მიიღებ ლატიფუნდისტების კლასს და რუბრიკით გადაეკითხეთ ბუნდერაზე კლასიკოსები, წაიკითხეთ კონსტანტინე ლორთქიფანიძეს კოლხეთის ცისკარი, სადაც ძალიან კარგად არის აღწერილი აი ამ ლატიფუნდისტების და ჩვეულებრივი გლეხების ურთიერთობა. ჩვენურად აი აღწერილი ყველაფერი. და ანუ ეს გზა, ნუ მაინც დიდი პერსპექტივის მქონე არ არის. შეიძლება სოფლის მეურნეობაში შექმნილი GDP გაიზარდოს, მაგრამ GDP-ს და არ არის ერთადერთი ბედნიერება ქვეყნისთვის რა. მნიშვნელოვანი არის თუ რამდენად თანაბარი იქნება ეს და რამდენად ბევრ ადამიანს ექნება ზდაზე ხელმისაწვდომობა და რამდენად გამფენილი იქნება ეს ზდა გეოგრაფიულად. კი ბატონო. ამდენად ეს ამ პერსპექტივას არაფერს ეს ხელშეკრულება არ ითვალისწინებს და უფრო მეტიც თუ ჩვენ აი ამ ნორმების ესე მყარად დანერგვას აქ დავიწყებთ, ეს ხელშეკრულება დამატებით შეზღუდვებს ქმნის, თუ ეხლა რაღაც საკანონმდებლო ინიციატივა შეიძლება რომ მთავრობამ გაიღოს და განახორციელოს თამამად, ხო? რაღაცები, რომელიც არც ისე შეიძლება მტკივნეული იყოს, შეიძლება ძალიან არაპოპულარული კანონის მიღებაც მოუწიოს და რაღაც ესეთი რამეები, საერთოდ განვითარება არასდროს არ არის ადვილი საქმე რა. მაგრამ თუ შენ უკვე აქ აი ამ წევრობის აი ამ პირობებით ხარ შემოჭილი, ეს უკვე დამატებითი ჩარჩოებია, რომლის იქითაც ვერ გახვალ.